სალამე მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანებად ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ იმ 23 ტუჩის ბალმის შესახებ, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დავტესტე. თუ ახალი ხართ ამ არხზე, არ გეცოდინებათ, რომ მე ცოტა რთული დამოკიდებულება მაქვს ტუჩის პროდუქტებთან და განსაკუთრებით ტუჩის ბალმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ტუჩის ბალმში ძვირი არ უნდა გადაიხადო, რადგან ბიუჯეტურ ბრენდებთანაც არაჩვეულებრივი არჩევანი გვაქვს და რეკლამის და ტრენდის გამო უაზრო რაოდენობის თანხის გადახდა ჩვეულებრივ ტუჩის ბალმში არანაირად საჭირო არ არის. ამიტომ მინდოდა რომ გამეტესტა შედარებით უფრო ბიუჯეტური ბრენდების ტუჩის მოვლის პროდუქტები, განსაკუთრებით რომლებსაც ბალმი აწერია Z, რადგან დღეს ბევრი სხვადასხვა სახეობის ტუჩის პროდუქტი გვაქვს, არის ზეთები განსაკუთრებით ძალიან პოპულარული იყო გასულ წელს და ასე თუ ისე მაინც გრძელდება ეგ ტრენდით. ტუჩის თინთები ახლა განსაკუთრებით უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან, მაგრამ ტუჩის ზეთები მაინც. ამიტომ მინდოდა ამ ვიდეოში დამეტესტა პროდუქტები, რომლებსაც ბალმი აწერია Z განსაკუთრებით. როგორც იცით, მე გერმანიაში ვარ, შესაბამისად აქაური ბაზრიდან შევარჩიე პროდუქტები DM-ში და Rossmann-ში, რაც შეიძლება რომ შეიძინოთ. რამოდენიმე თვის წინ დავიწყე ამ პროდუქტების შეძენა და დატესტვა, მაგრამ კატრის და Essence როცა ეხება საქმე, ძალიან რთულია რომ ფეხი აუწყო ამ ბრენდებს. მეკონა რომ უფრო მეტ პროდუქტს გავტესტავდი, მაგრამ უბრალოდ ყოველ მეორე კვირას ახალი კოლექცია გამოაქვთ ბაზარზე, სადაც მინიმუმ 1-2 მაინც ახალი ტუჩის პროდუქტია შეგნით. თან ლიმიტირებული კოლექციებია, ანუ აღარ აგრძელებენ ამ პროდუქტების გამოტანას ბაზარზე, ამიტომ ისე რაც არის 1-2 ლიმიტირებული პროდუქტი შეგნით სამწუხაროდ. რა ვქნა, Essence და კატრის როცა ეხება საქმე, სამწუხაროდ სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ შევეცადე უმეტესობა, აბსოლუტური უმეტესობა, უმრავლესობა პროდუქტების ყოფილიყო ისეთი პროდუქტები, რომლებიც ლიმიტირებული კოლექციით არ გამოუტანია კატრის და Essence ბაზარზე, მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი და უნდა შემეწყვიტა ახალი ტუჩის პროდუქტების შეძენა, იმიტომ რომ რამდენი შევიდოდი მაღაზიაში, იმდენი ახალი კოლექცია და ტუჩის ახალი პროდუქტი იდოთ არის. ბოლოს ასე ვუვლიდი ხოლმე Essence განსაკუთრებით. Essence ეგენ სადოდ გიჟები. ბოლოს ესე ვუვლიდი ხოლმე. გვერდს რომ აღარ შემეხედა არაფრისთვის. მოკლედ, რაც შევძელი 1-2 ისეთი ბრენდი არის აქ, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ და ისინი ვიზრუნე რომ აუცილებლად ყოფილიყვნენ დღევანდელ სიაში. დანარჩენები უბრალოდ ჩემი შერჩეული პროდუქტებია. მოდით დავიწყოთ ისე იმ პროდუქტით, რომელიც ყველაზე ნაკლებად მომეწონა და ნამდვილად არ ვუწევ რეკომენდაციას და ბოლოს ავიდეთ ნომერ პირველ ბალმზე, რომელსაც მთელი გულით ვუწევ რეკომენდაციას. ოკეი, აქ ყველაფერი ჩავყარე, მაგრამ სია მაქვს გახსნილი და ერთად მივყვეთ. ოკეი, პირველი პროდუქტი არის ისანას ტუჩის პილინგი, ქოქოსის პილინგი. ვიცი იტყვით, რომ ტუჩის ბალმი და პილინგით ვიწყებთ, მაგრამ მივალთ მაგ ამბამდეც. ეს არის 15 გრამიანი შეფუთვა, რომელიც 2 € და 29 ღირს. ეს უნდა იყოს წესით შაქრის პილინგზე დამზადებული, ანუ შაქრის გრანულებით დამზადებული პილინგი. ესე იგი, პილინგზე რა გითხრათ მეგობრებო, რაღაცა თითქოს და პილინგის მსგავსი ხდება, მაგრამ მაინდა-მაინც გამორჩეულად არაფერი. რეალურად ბალმია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ეს ვიყიდე თებერვლის დასაწყისში და თებერვლის თვეში ვერ ვიყენებდი. ეს ქოქოსის ზეთი, როგორც იცით, ტემპერატურაზე ძალიან გრძნობიარე ზეთია და ძალიან მარტივად მყარდება. ისე როგორც ეს ბალმი, ვერაფრით ვერ ვიღებდი შეფუთვიდან. თუ გათბობაზე არ მივიტანდი და გათბობაზე არ დავდებდი, რომ ცოტა გამღვარიყო შიგნით. ესეთი, ისევე, ანუ თუ დაგავიწყდებოდა ან ქურთუკი ჯიბეში, ან რაღაცა ისე, არის სადმე გათბობასთან ახლოს თუ არის, მორჩა, ვეღარ გამოიყენებდი. საკმაოდ ძაფრი ქოქოსის სუნი აქვს, მაგრამ მაინდა-მაინც შემაწუხებელი არა. ამიტომ, არ ვიცი, ტემპერატურაზე რო ხარ დამოკიდებული, ზაფხულის ბალმი. თან რაც აწერია Z, მაინდა-მაინც, გრძნობ კი ამ გრანულებს. თუ თბილა, თუ არა და თავიდან რომ ვიყიდე და გავხსენი, დგავა რა ეს სანამ თითით არ გავათმეს. ბალმი ვერაფრით ვერ ამოვიღე შეფუთვითა. მოკლედ, წუხვარ ძალიან, მაგრამ ჩემთვის ბოლო ადგილზე. ჯერთი თუ პილინგია, მოდი პილინგი იყოს, თუ ბალმია, ბალმი იყოს ისე რომ ტემპერატურამ დაიწია და პროდუქტს ვეღარ ვიყენებ და ანუ არ ვიცი რა გითხრათ. შესაბამისად, ჩემთვის სამწუხაროდ ბოლო ადგილზეა. შემდეგი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროდუქტი ნამდვილად, ეს შეიძლება და ბოლო ადგილზეც ყოფილიყო და გადაესწრო თუ ჩამორჩენო და ისანას პროდუქტს. ეს არის Essence-ის Juicy Bomb Glossy ტუჩის ბალზამი. შოკოლადის ფერით 05 ნომერი. ესაა 2.5 გრამიანი შეფუთვა, 2.75 € ღირს. ესე იგი, ესაა შეფუთვა, რომელიც ასე ტრიალდება, უკანა არ ჩადის ოღონდ. ერთხელ თუ დაატრიალი და ბევრი მოგივიდა, მორჩა. გინდა არ გინდა უნდა გამოიყენო თუ ანუ ისეთ ცოტა ადგილი არის
თავსახურში, ისე რომ მაინდა-მაინც არ მიეწებება, თავი არ ჩამოგიგნეს. პიგმენტი ისეთი ცუდია. ანუ ბალმისთვის ზედმეტი პიგმენტი აქვს. ამას აქვს ტუჩსაცხის პიგმენტი. და მაშინ უნდა იყოს ტუჩსაცხის ფორმულა, ოდნავ უფრო მყარი, რომ ასე ძალიან არ იშლებოდეს ტუჩებზე, რომ აი ყურთან გადაგდის ტუჩსაცხი. ეგრე არა. ერთ მსუბუქ დაწოლაზე და გადასმაზეც კი არა ადამიანური რაოდენობის პროდუქტი გამოდის, რაც ბოდიში, მაგრამ ჩემთვის არ არის ბალმი ეგეთი. ანუ ამას სარკის გარეშე ვერ გადაისმევს, ჯიბეში გეგდოს და უცებ არ ვიცი, ქუჩაში ტუჩის ბალმი გადაისვა, იმიტომ რომ სად მოხდება, სად გადავა ეს პიგმენტი ვინიცის. ეს შეფუთვა ძალიან ცუდი, უკან უნდა ბრუნდება. აი ბალმია. რა თუნდა ბალმს ესეთი შეფუთვა, რომ ეს უკან აღარ ბრუნდება შემდეგ პროდუქტი. როცა იცი რომ ასეთი თხელი ტექსტურის პროდუქტია და მაღალ ტემპერატურაზე თუ დარჩა თავი ზემოთ წამოწეულის რომ ვერ გამოიყენე, ჩამოიღვენდება. მოკლედ სხვა ფერებზე არ ვიცი, შოკოლადის ფერის პიგმენტი ზოგადად მარტივი დასამზადებელი არ არის. ის რაღაცა ღია ვარდისფერი პიგმენტი ყველა ბრენდს არაჩვეულებრივად გამოსდის. ეგ თქვათ ეხა ნამდვილად ამ ფერის პიგმენტის დამზადება მაინდა-მაინც იული თემა არ არის, მაგრამ თუ ვერ ამზადებ, ამოიღე მაშინ საერთოდ, არ ვიცი. ბათა, ანუ კარაქ ბალმი ბალზამიკი აწერიაზეთ, მაგრამ მაშინ ასეთი ტექსტურის პროდუქტები ამ ფერში არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ პიგმენტი რომ მუქდება და ასე დიდი რაოდენობით რჩება ტუჩზე და ასეთი შესამჩნევი ხდება, როგორც ტუჩსაცხი უკვე და არა ბალმი, მაშინ ფორმულაცია ძალიან კარგი უნდა იყოს და მიყვებოდეს მაგ პიგმენტს. ამ შემთხვევაში ეგრე არ არის, ამიტომ მაგ პროდუქტს ნამდვილად არ გირჩევთ. შემდეგი გვაქვს ისანა. ეს არის Berry Love, ფერს ქვია Berry Love. 4.8 გრამი არის პროდუქტი, 99 ცენტი ღირს. ქოქოსის ზეთით, შიის კარაქით და E-ვიტამინით. არ დაიჯეროთ. ეს არის ყველაზე მშრალი ბალმი, რაც დამიტესტავს, ეხლა დავტესტე ამ 23 პროდუქტ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ტექსტურა ქონდა ამას, პლუს პიგმენტი კარგად არ იშლება. ესეც უფრო ტუჩსაცხია ვიდრე ტუჩის ბალმი, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი პიგმენტი აქვს, ანუ კენკროვანი ხილის პიგმენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმულაცია კარგი უნდა იყოს, იმიტომ რომ უბრალო უფერული ბალმი არ არის, რომ მარტივად დაიფაროს და არ გამოჩნდეს ტუჩზე. ამ ძლიერი პიგმენტისთვის კარგი ფორმულაცია სამწუხაროდ არ აქვს. ისე 12 სხვადასხვა ფერში არის ხელმისაწვდომი, ამიტომ შესაძლებელია უფრო ღია ფერები, რომლებიც უფრო მსუბუქია ტუჩზე და ისე ძლიერად არ ჩანს და მარტივად შეიძლება რომ დაიფაროს რაღაცა თუ იდეალურად არ ზის ტუჩზე და სარკის გარეშე გადაისვა, შეიძლება ღია ფერები უფრო უკეთესი იყოს. მაგრამ, არ ვიცი ხა, ეგეც ცოტა ისეთი თემაა, თუ ხაზი გაქვს ბრენდს, პროდუქციის და სხვადასხვა ფერებში გაქვს ხელმისაწვდომი, მაშინ ყველა ფერის ხარისხი ერთი და იგივე დონეზე უნდა გქონდეს. თუ არა და ამოიღო უნდა მაშინ საერთოდ გაყიდვიდან. ხა, იცი რა 90 ცენტი ღირს და მოდი პრეტენზია ნუ გვექნება. ყრია სადმე ქუჩაში ეს 90 ცენტები? ხო, მაშინ მექნება პრეტენზია. შემდეგი, აქაც პიგმენტზე განსაკუთრებით ამაზე ისე ეს ბოლო ადგილსაც იმსახურებს გულწრფელად, რომ გითხრათ არ ჩამოუვარდება ბოლოს ადგილზე გასულ პროდუქტებს. ეს არის ბებეს Pearl Glance, ანუ მარგალიტის ბზინვარება, ქვია ფერს. 4.9 გრამია, евро და 59 ცენტი ღირს, 4 სხვადასხვა ფერში აქვს ხელმისაწვდომი. სხვათა შორის, ანუ ფორმულაცია, ტექსტურა ისანას ჯობია, იმიტომ რომ ესეთი მშრალი არ არის. მაგრამ, ანუ ვარდის ექსტრაქტი და შიის კარაქი აქვს შიგნით. ფერი არის კოშმარი. ამაზე ახლა ამებზე ვიდეოებს ჩავწერ და ჩავაგდებ აქ ვიდეოებს, როგორ ვისმევ ამათ სახეზე. ეს არის 2 დღის მკვდრის ფერი გადევს ტუჩებზე. ეს ფერი ვისთვის არის, როგორი კანის ტონისთვის, აი ვის უხდება? გახსოვთ ეს frost მეტალის ეფექტის ტუჩსაცხები, როდის იყო 90-იანები იყო თუ 2000 ადრეული 2000-იანები იყო, ძალიან უდაშო იყო, გახსოვთ? ესეთი მუქი ფერები და ეს მეტალის ეფექტით ტუჩსაცხები. აი ეს მეტალის ეფექტი და ვარდისფერი ნაკლებად უხდება ერთმანეთს. აი დედას პიცა ვარ დამაბრუნა ღრმა ბავშვობაში და შავბნელ 90-იანებში. ეს რა არის? აი ძალიან მითხარით ეს ვის უხდება? რატო აქვს ეს საერთოდ ბაზარს? აი მოკლედ, არ ვიცი. სხვა ფერებზე ვერ გეტყვით, რა ერთი აქვს თითქოს და არაფრისფერი რო არა აქვს ისეთი, შეიძლება ის უკეთესი იყოს, უბრალოდ ეს ორჯერ წავიზეს ერთი თან სახლიდან გასვლის წინ და საკეში რო ჩავეხედე, მოbrunდი და მოვიშორე მაშინვე და მეორედ ვიდეოს ჩასაწერად ამ ვიდეოსთვის. მოკლედ, არ ვიცი, თუ ვინმეს გიხდებათ ეგ ფერი, მიხარია თქვენს გამო, იმიტომ რომ კონკურენცია არ იქნება.
მარაგი სულ იდება თაროზე, არ მგონია ბევრს მოუნდეს ამის იყიდვა. ოკეი, მე ვატყობ, რომ ჩემი ხმა უკვე ნელ-ნელა იკარგება, როგორც ყოველთვის. მიჩვეულები ხართ მაგას, ეხლა მოვჩი beauty news-ების ვიდეოების ჩაწერას. არც გამომიცვლია, გავაგრძელებ პირდაპირ ჩაწერა, ამიტომ ჩემს ხმას ცოტა უჭირს. ამიტომ არ ვიმჩნევთ მაგ ამბავს. შემდეგი არის Trend It Up. ეს არის DM-ის სახლის ბრენდი. მგონი სკინკერის რაღაცებიც აქვს. ეს არის Tasty Toffee. ეს ზეთია, მაგრამ რა უნდა გითხრათ იცით? ისეთი ზეთი არ არის, რომ აი ზეთია. განა ყველა ზეთია? აი ეგ ისტორია არის. ეს არის 5 მილilitrიანი შეფუთვა, 2 €და 55 ღირს, 4 სხვადასხვა ფერში აქვთ. ნუ რეალურად ზეთია, თუმცა ისეთი თხელი არ არის როგორც ზეთი. და სხვადასხვა საკმაოდ სასიამოვნო ფორმულაცია არის, შიგნით პროდუქტის ფორმულაცია საკმაოდ კარგია. პიგმენტიც ისეთი ცუდი არ აქვს, როგორც გითხარით, ამ მუქი პიგმენტების დამზადება იოლითმა არა. არა უშავს, ნუ არ შედარდება. რას ამბობთ? როგორ გეკადრებათ? არ ვაკადრებ ნამდვილად მაგას, მაგრამ აპლიკატორი ეს არის ქვა. ხე. აი მაგისით ტექსტურა აქვს თუ რა ქვია ამას. სიუხეში ამ აპლიკატორს საიდან მოიტანეს? კაი დაზოგვა გამიგია, მაგრამ ამისთანა დაზოგვაც აღარ გამიგია. ისეთი უხეში გამოსაყენებ. ანუ ნუ ახლა ტუჩს არ გადაგაცლით. ცოტა ვაზვიადებ, მაგრამ არ ვაზვიადებ პრინციპში, იმიტომ რომ აუ ძალიან არასასიამოვნო გამოსაყენებელი. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ფორმულაცია ცუდი არ არის. აპლიკატორზე შეგვეძლო რომ ასე ძალიან არ დაგვეზოგა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად არბილებს და ატენიანებს ტუჩს და ცუდი ბზინვარებაც არ აქვს. უბრალოდ აპლიკატორი არის ძალიან ცუდი. შემდეგიც იგივე ბრენდის პროდუქტია, ეს ერთით ზემოთ არის Care About You. ტუჩის ნიღაბი. სხვადასხვა ცუდი პროდუქტი არ არის. ეს 8 მილilitrიანი შეფუთვით, ესეც 2,55 ღირს, ესეც 4 ფერში აქვთ. უბრალოდ ცოტა უცნაურ ფერებში. ესა მაგალითად ყურძნის არომატით. აქვთ რაღაცა ციტრუსის, ლიმნის, ვანილას, მოყვითალო ფერში. ანუ არ ვიცი საიდან მოიტანეს ეგ ფერები. ნუ პიგმენტი ისეთი ძლიერი არ აქვს. ეხლა ვერ გეტყვით რომ მაინდა-მაინც პიგმენტი გეტყობა. უბრალოდ ანუ იდეას რო დააგვირდეთ, რატო გაუჩნდათ ეს იდეები ვერ გეტყვით. სხვადასხვა საკმაოდ ძლიერი სუნი აქვს. ხო იცით, ღვინო, ანუ ყურძენი რო დაუინებას იწყებს, აი მაჭრობიდან რო ღვინოში გადადის. მაგის ეს ან ცოტა დიდხანს თუ დაგრჩა და ძმრის სუნში რო გადადის. იცით კარგი რა აქვს? აი ეს თავი. ისეთი გემრიელი გამოსაყენებელია, ისეთი რბილი, ისეთი სასიამოვნო თავი აქვს, რაც ერთი ეგ ბრენდის შესახებ ვსაუბრობთ, არ ვიცი ეგ როგორ დაემართათ, მაგრამ ამისი აპლიკატორი ეს თავი ბევრად უფრო სასიამოვნო და რბილი გამოსაყენებელია. სხვადასხვა ერთი მარწყვიც აქვთ. მე ვფიქრობ, რომ მარწყვი უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება, სუნი, გემო, ყველაფერი ერთად ასე ვთქვათ, ფერი აღებული. უბრალოდ რა ვიცი, ყველაფერი მარწყვია რატომღაც ზოგადად ტუჩის ბალმებს როცა ეხება საქმე და ეს ყურძენი რო დავინახე, მეთქი ვაიმე რაღაცა უცხო და განსხვავებული, მოდი ამას დავტესტო. ნიღაბს რაც შეეხება. ეგეთი სისქი არა აქვს, რომ ეს ნიღაბის სქელი ეფექტი მოგცეთ, რასაც თქვენ ძილის წინ წაისმევთ და დილით განსაკუთრებულად დარბილებული ტუჩებით გეღვიძებათ, არა. ჩვეულებრივ ისეთი ოდნავ უფრო თხელი ბალმის ტექსტურა აქვს. სიტყვა ნიღაბმა არ მოგატყუებთ. შემდეგი არის ისევ ნიღაბი, ოღონდ ეს უფრო ზემოთ გვაქვს. ეს არის კატრისის გაზაფხულის კოლექციიდან ტუჩის ნიღაბი, რომელსაც ცოტა შორის საკმაოდ საინტერესო შეფუთვა აქვს, ესეც ტრიალებს და ასე ამოდის თავში, ასე ვთქვათ, ზემოთ პროდუქტი. მოცულობაც 12 გრამია, საკმაოდ რაოდენობის პროდუქცია იღებს, თუმცა ეს შედარებით უფრო ძვირი ღირს, წინა პროდუქტებთან შედარებით 4,95 თითქმის 5 € ღირს. ეს არის პეპტიდებით. ხვდებით ალბათ ბოლო პერიოდში პეპტიდები განსაკუთრებით თემაა, როცა ტუჩის პროდუქტებს ეხება საქმე, ამიტომ ძალიან კარგად ატენიანებს, ძალიან კარგად არბილებს, საშუალო სისქის ტექსტურა აქვს, ნუ უბრალოდ თითით აიღოთ და თითით უნდა გადაისვათ, ეხა აპლიკატორი სხვანაირად არ გამოდის, თითით ტუჩის პროდუქტის გადასმა არ უნდა იყოს თქვენთვის პრობლემა, უბრალოდ ისეთ გემოსტოვებს პირში. რაღაცა ციტრუსოვანი არომატია შიგნით. ციტრუსის კანი თუ გრეიფრუტი თუ რაღაცა ეგეთი, ცოტა მომწარო, მომჟავო ციტრუსის არომატი აქვს. აი აქ გრჩება ყელში და არ გშორდება. არ ვიცი რატო რამ გაამწარათ ასე ძალიან და რა საიდან მოაფიქრდათ ეგ არომატი მაინდა-მაინც, მაგრამ სერიოზულად დაწია ქვემოთ რეიტინგში ეს პროდუქტი არომატმა, იმიტომ რომ აი ენის წვერზე გადგას გაზის ეს ციტრუსის არომატი, როგორც კი წაისმა პროდუქტზე ძალიან არასასიამოვნოა. განსაკუთრებით კბილები თუ ახალგაზრდავებული გაქვს და მე ეს გადაისტოთ. ძალიან არასასიამოვნო. თან მე მგონი აღარ ექნებათ ასორტიმენტში. ჯერჯერობით არის. ჯერჯერობით შეგიძლიათ შეძენა, მაგრამ
გაზაფხულის კოლექცია არის, როგორც ვიცი და არ მგონია რომ დატოვონ. ოკეი, შემდეგი არის Essence-ის ახალი სუპერ ბალმი Glossy Lip Treatment. ეს არის 5 მილilitrიანი შეფუთვა 3.55 ევრო ღირს, შიის კარაქით და E-ვიტამინით. ამას საკმაოდ გემრიელი ბუთქუჩა აპლიკატორი აქვს. უბრალოდ, მეგობრებო, ჩემი აზრით ეს არის glossy. ამას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი gloss ეფექტი აქვს იმ პროდუქტებს შორის, ახლა რომლებზეც მე თქვენ დღეს გესაუბრებით. ეს სხვათა შორის არის კარგი მატ ტუჩსაცხებზე გადასასმელად. კონტურს თუ იყენებთ, კონტური და შემდეგ ეს როგორც glossy ზემოდან. ანუ უფრო კოსმეტიკური მაკიაჟის დანიშნულების პროდუქტად ვიყენებ, ვიდრე როგორც ტუჩის ბალმი. ეხლა ამას ძილის წინ არ წავისმე. ჩანთაში არ ჩავაგდებ, რომ აი სარკის გარეშე უცებ ავტობუსში ეს გადავისვა ტუჩს. ანუ ეგეთი ბალმის იდეა არ არის. ეს არის უფრო ტუჩის glossy, რომელსაც ბალზამის ეფექტიც აქვს ტუჩზე. ასე ვთქვათ, ორი ერთში ამბავს წინათ, რაც ცუდი არ არის სხვათა შორის და როგორც მივხვდი, ეს დატოვეს, ექნებათ ასორტიმენტში წესით ამას არ ამოიღებენ, რაც მიხარია ძალიან. უბრალოდ მეტი ზემოდაც ვეღარ ავიყვანე რეიტინგში, იმიტომ რომ თლად ბალმის კატეგორიაშიც ერთ-ერთში ესე არ ჭდება. შემდეგი არის Alverde, ეს DM-ის ბრენდი არის, მათი Natura Cosmetics, ანუ ბუნებრივი ნატურალური კოსმეტიკა. მოგეთ, ეს არის ტუჩის glossy, Juicy Lips, ეს არის 100 კილის ზეთით 8 მილilitrიანი შეფუთვა, 2.55 ევრო, 3 სხვადასხვა ფერში აქვს. ძალიან სასიამოვნო რბილი ტექსტურის ბალმია. კარგად ატენიანებს, ზეთის და ბალმის ნაზავია, მაინდა-მაინც კლასიკური ბალმიც არ არის და მაინდა-მაინც კლასიკური ზეთიც არ არის. ზეთი საშუალო ტექსტურა აქვს, საშუალო სისქის ტექსტურა აქვს. არა შემაწუხებელი სუნი და გემო, ზოგიერთი პროდუქტებისგან განსხვავებით. ძალიან კარგად ატენიანებს. მომეწონა სხვათა შორის, ფერი, პიგმენტი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული არაფერი, ოდნავ მოვარდისფრო ეფექტს აძლევს ტუჩს ძალიან ბუნებრივად. არ ველოდებოდი, რომ ასე ძალიან მომეწონებოდა. საკმაოდ კარგი პროდუქტია სხვათა შორის, უფრო ძვირიან ბალმებსაც აჯობა გეტყვით. შემდეგი გვაქვს Essence, ეს არის მათი ძილის ნიღაბი, 02 ნომერი, Strawberry Milk. 8 გრამიანი შეფუთვა, ეს 12 გრამია, ეს 8 გრამია. 2.95 ჰიალურონის მჟავით, შიის კარაქით და E-ვიტამინით. მარწყვის მარცვლები აქვს შიგნით. ანუ რეალურად, ძალიან სასიამოვნო მარწყვის სუნი. აი, რა ერქვა, საღეჭი რეზინი რო იყო, ძალიან დიდი რო ხდებოდა და ძალიან დიდზე რო იბერებოდა ხოლმე. ბოზე იწყებოდა რაღაცა, ხო? იმას ქონდა ასეთი სუნი. ეს არის ორი ერთში, ასე ვთქვათ, ცოტა პილინგსაც აკეთებს. ნუ ესეც უნდა ამოიღო, ეხლა მე ჩემი რა დღეშია სუფრჩხილით ვიღებ ხოლმე. ეს არის ძილის წინ გამოსაყენებელი ნამდვილად, ეს საწოლთან მიდევს და მართლა დიდი სიამოვნებით ვიყენებ. სხვათა შორის ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც შედარებით უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს ტუჩზე ტენიანობას, ანუ ძილის ნიღაბად ყველაზე მეტად გამოდგება. ეს ცოტა ექსფოლიაციის მომენტი დასაწყისში გაქვს, როცა ისმა ტუჩზე, მერე დნებიან, ასე ვთქვათ, ეს პაწუკა გრანულები, მარცვლები ტუჩებზე და როგორც ბალმი ისე რჩება. მოცულობა არც ისეთი ცუდია ფასისთვის, ახლა 3 ევროზე ქვემოთ 8 გრამიანი პროდუქტი, მცირე რაოდენობა გჭირდებათ, ანუ საკმაოდ დიდხანს გეყოფათ. შეფუთვის ფანი მაინდა-მაინც არა ვარ ეს განსა ეს ფრჩხილი პროდუქტის ამოღება და მე თითით ტუჩზე გადასმა. ნუ მაგრამ ეხა ის სახლში ძილის წინ, ხა ავტობუსში თუ ხელი რაღაცას მოკიდე და უამრავი ბაქტერია გაქვს ტუჩზე, მე ამაში ხელის ჩაყოფა, ნუ რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეხა სახლში საწოლთან თუ გიდევს ძილის წინ გამოსაყენებლად კი ბატონო, შემაწუხებელი სუნი და გემო არ აქვს როგორც გითხარით, პირიქით საკმაოდ სასიამოვნო მოტკბო ბაბლგამ არომატი არის, რომელიც მომეწონა ძალიან. ეს აქვთ ასორტიმენტში, მაინდა-მაინც ახალი პროდუქტი არ არის. სხვათა შორის ეს და პილინგი კიდე ცალკე აქვთ. ის ამაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს წესით, ეხლა ცალკე როცა გაქვს პილინგის პროდუქტი, მით უმეტეს როცა ამაში უკვე შეგნით გრანულები არის. მე თუ მკითხავთ, იმისი შეძენა ცალკე რეალურად აღარც გჭირდებათ. ეს არის კატრესის Butter Dripping Gloss Lip Balm. აი მე რამხელა სახელები აქვთ. ეს არის მათი ძველი ორიგინალი პროდუქტის, ეს გახსოვთ? Lip Gem. ეს აღარ არის. მე როგორც მივხვდი, ეს ჩაანაცვლეს ამით. უი, ეს ხوار მივათვალე, ეს არ უნდა მივათვალო. ეს პროდუქტები არ უნდა მივათვალო, იმიტომ რომ ეს ამოღებულია გაყიდული. ბოდის შემდეგ. ეს წლების განმავლობაში იყო ფავორიტი, ამისი რამდენი შეფუთვა მოხდა წლილი აღარც ვიცი. ეს ამითი ჩაანაცვლეს. ეს არის 0.30 ნომერი, Butter Together. 10 მილilitrიანი შეფუთვა, 3.55 ცენტი.
ხუთ სხვადასხვა ფერში აქვთ. უნდა გითხრათ ორიგინალ ფორმულას ვერ ჯობია. ეს ოდნავ უფრო სქელი იყო, ეს ოდნავ უფრო ბალმის ტექსტურით გადმოდიოდა. პიგმენტი აქ ნაკლები იყო, შესაბამისად ეს ისეთი ბალმი იყო, ჩანთაში ჩასაგდებად, ჯიბეში ჩასაგდებად, სარკე რო არ გჭირდება რომ გადაისვა. ეს ოდნავ უფრო თხელია, ამას თითქოს და ოდნავ უფრო ეს კარაქის ტექსტურა აქვს, რაც უფრო სწრაფად გადმოდის და იოლად შეიძლება რომ ბევრი მოგივიდეს და ამას უფრო ძლიერი პიგმენტი აქვს, ამიტომ სარკე გჭირდება რომ დააკვირდეს სადა როგორ წაისვეს ზუსტად ტუჩზე. სხვათა შორის ლამაზი ფერებია. ეხლა ვერ გეტყვით რომ ვაიმე რაღაც საოცარ სხვაობაა ფერებში, მაგრამ ხედავთ მაინც ეს აქცენტს, ამას ეფექტს სხვადასხვა ფერებში აძლევს ტუჩს. ორიგინალ ფორმულაციასთან შედარებით ისეთი კარგი ვერ არის, თუმცა ცუდი პროდუქტი ნამდვილად არ არის. აპლიკატორიც ძალიან რბილია, სასიამოვნო გამოსაყენებელი. ფერები მომწონს, ამიტომ სხვადასხვა გლოსი ეფექტიც ცუდი არ აქვს. საკმაოდ ძლიერ გლოს ეფექტს იძლევა ტუჩზე. ამიტომ როგორც შემეძლო, ზემოთ ამოვიყვანე რეიტინგში. ეს ასე ძალიან თუ მომეწონებოდა და ესე მაღლა მოხვდებოდა რეიტინგში ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს არის ალტერა, ესეც ეს Natura Cosmetics, ნატურალური ბუნებრივი კოსმეტიკის ამბები არის. როსმანის ბრენდი არის ეს, 4.8 გრამია, евро ნახევარი ღირს, შიის კარაქით, ექტოინით. ეს არის ძალიან კლასიკური ტუჩის ბალმი. ძალიან კლასიკური ტუჩის ბალმი, რომელსაც ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს, ძალიან კარგად არბილებს ტუჩებს, ატენიანებს და საკმაოდ ხანგრძლივად ნარჩუნდება ტუჩზე, ეგ ეფექტი. ძალიან სასიამოვნო არის თვითონ ტექსტურა, ანუ ეს პრობლემა აქ არ გვაქვს, არც ფერის და არც ის რომ შრალია და მილიონჯერ უნდა გადაიტარო ტუჩზე რომ რაღაცა გადმოვიდეს. არა, მარტივად დნება და იშლება ტუჩზე და მარტივად გადმოდის. ეს არის ძალიან ესეთი კლასიკური ბალმი, ფერის გარეშე, სუნის გარეშე, გემოს გარეშე. ეს არის ძალიან იუნისექსი პროდუქტი. კიდევ მაქვს სხვათა შორის პროდუქტი, რომელიც მაღლა კატეგორიაში, რადგან მაინც კლასიკური ბალმები არიან, ცოტა უფრო მაღლა რეიტინგში, მაგრამ ასეთ ფასად, ასე ბიუჯეტურად ამ ხარისხს არ ველოდებოდი, ამიტომ დაიმსახურა ნამდვილად რეიტინგში მაღლა ყოფნა. ისევე როგორც ველედას ტუჩის ბალმა დაიმსახურა ნამდვილად რეიტინგში მაღლა ყოფნა. ეს არის ევერონი, პატენტირებული სახელია, არ ვიცი რამ სპეციალურს თუ ნიშნავს, 4.8 გრამიანი შეფუთვა, 3.79 შიის კარაქით, ვაქსით, თაფლით და ვაქსით, განსაკუთრებით შრალი ტუჩებისთვის, ისეთი თემა არის. ცხიმიანი ტუჩი ვის აქვს? ვინმე სიცნობთ ისეც რომ მე ბალმი და ბალზამი და ბალმი და ზეთი არ მინდა, იმიტომ რომ ცხიმიანი ტუჩები მაქვს. ყველას მშრალი ტუჩები გვაქვს. ყველას კანი გვექერცლება ტუჩზე, ყველას გვიშრება კანი ტუჩზე. იცნობთ ვინმე ცხიმიანი ტუჩებით? ახლა ის არ მინდა 2 წელი შაურმა თუ გაქვს ნაჭამი, ყველას ცხიმიანი ტუჩი. მაგას არ გულისხმობ. შემაწუხებელი გემო ან სუნი არა აქვს. ძალიან კლასიკურია, ესეც ძალიან იუნისექსი პროდუქტია, ყველას რო შეუძლია გამოიყენოს. სარკე რო არ გჭირდება, ჩანთაში ჩასაგდებად, ჯიბეში ჩასაგდებად, მანქანაში ჩასაგდებად, მარტივად რო შეგიძლიათ გადაისვათ ტუჩზე. სიმშრალე ამასაც არა აქვს, ესეც ძალიან მარტივად იშლება ტუჩზე, საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებს ამ ტენიანობას. გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ, თაფლის სანთელს რო სუნი ასდის, ოდნავ ეგეთი სუნი ასდის. არა შემაწუხებელი, არა რო ისმევთ მაგ დროს რო გრძნობთ და მერე ვეხარ. მაგრამ ოდნავ, ამას ეგეც კი არ აქვს. აქ ოდნავ თაფლის ცვილის არომატი დაკრავს, მაგრამ ეგეც ძალიან მომეწონა. ფასისთვის ეგეც ძალიან კარგი პროდუქტია და ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს და გამიხარდა, რომ თან იუნისექსი პროდუქტიც არის, რომ რეალურად ყველა შეუძლია რომ გამოიყენოს. შემდეგი არის Burt's Bees. ვიცი რომ ეს კლასიკა არის ტუჩსაცხების. ვიცი. ესე იგი, ეს არის 4.3 გრამი, 4.79 евро ღირს, ქოქოსის ზეთით და ესეც თაფლის ვაქსით არის. კლასიკური ბალმია. უფრო მყარი ტექსტურის. სირბილე და დატენიანება ტუჩზე აქაც თავისუფლად იღებთ. ძალიან ესეთი კლასიკური თემა არის და ვიცი რომ ძველი ბრენდია და ბევრს უყვარს. უბრალოდ უფრო ძვირი რატო ღირს ვიდრე მაგალითად ეს ორი ვერ გეტყვით. ეს თუ რაღაცა DM-ის და როსმანის ბრენდია და ესეთი პოპულარული არ არის და რაღაცა თორე ვაიმე ისეთი სხვაობა დავინახე რომ რას ამბობთ. არაფერი ეგეთი განსაკუთრებული. საინტერესო ის არის რომ აქ არომატებში უკეთესი არჩევანი აქვთ. ბევრს უყვარს ეს არომატი, სუნი, მნიშვნელოვანია როცა ტუჩს ასყიდულობს. ამიტომ მაგ მხრივ ერთი ნაბიჯით წინ არიან, რომ უფრო მეტი არჩევანი აქვთ მომხმარებლისთვის, ვისაც უყვარს ეგეთი რაღაცები და აქცევს ყურადღებას. მე ვიყიდე საზამთროს არომატი, როგორც გითხარით ექსპერიმენტების ჩატარების ხასიათზე ვიყავი. აქეთ ყურძენი, იქეთ საზამთრო. სუნი კაი აქვს.
ტუჩზე საზამთროს გემო არ მომეწონა. ძალიან ქიმიური, ძალიან ხელოვნური საზამთროს არომატს ტოვებს ტუჩზე და მოდუნ ძაფრად გადადის პირში. ამიტომ პლუსებიც აქვს, მინუსებიც აქვს. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ კლასიკური ვერსია, სადაც რაღაც არომატი არ არის, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება და კარგი ტუჩის ბალმი იქნება, განსაკუთრებულად ძვირიც არ აღებს ახლა. უბრალოდ ნუ ამათთან შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ რადგან უფრო მეტ ვარიანტში არის არჩევანი, მინდოდა რომ ერთი საფეხურით ოდნავ წინ ამეყვანა, მაგრამ რო გითხრათ რომ ვაიმე აი ხა ველედას რაღაცი განსაკუთრებულად არ ჯობა თქო, მაინც არა. შემდეგი არის Essence-ის ტუჩსაცხი. ეს ხოთა შორის ერთ-ერთი Beauty News-ების ვიდეოში გაჩვენეთ. ესეც ახალი ერთ-ერთი კოლექციიდან იყო. ესეც ეს არის. უბრალოდ აქ თითო დატრიალებაზე იმდენი რაოდენობის არ ამოდის, როგორც მეორე ბალმში. ამას ძალიან კარგი შაინი აქვს. ძალიან კარგი შაინი აქვს. ეს არის 1.7 გრამიანი შეფუთვა, 2.95, 4 სხვადასხვა ფერში აქვს არჩევანი. ელეგანტური შეფუთვა. ისე ცუდად არ ამოდის. ანუ ერთ დატრიალებაზე იმდენი არ ამოდის, რომ აი მე საწავიღო ეხა ეს ამდენი ბალმი. თუ რაღაცა ფორმით დატოვებენ ასორტიმენტში, ძალიან კარგი შაინი აქვს, ძალიან კარგი ტექსტურა აქვს, ძალიან კარგად არბილებს. ტუჩსაზე გადასატარებლადაც, კონტურზე გადასატარებლადაც, ისე უბრალოდ გამოსაყენებლადაც, ჩანთაში ჩასაგდებად. მოგეთ, კარგად დამზადებული პროდუქტია, გაზაფხულის კოლექციაში ქონდათ და მომეწონა ნამდვილად. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი პროდუქტია. არაფერი შემაწუხებელი არ აქვს. უბრალოდ ერთადერთი ის რომ დატოვონ უნდა კოლექციაში, რომ ყველამ შეძლოს შეძენა, ყველამ შეძლოს დატესტო. ეს ერთი კვირით რაღაცა კოლექციას გამოიტანენ და გააქრობენ მე პროდუქტებს. ეს არ მესმის. ამიტომაც შევწყვიტე რაღაცეების ყიდვა, ამიტომ რომ ეს რაღაცა ჩაკეტილი წრე არის. ყოველ კვირაში ახალი პროდუქტი არ შემიძლია. ძალიან კარგი ხარისხის არის. ესენი ახლა აქ არ მაქვს შეყვანილი დღეს, მაგრამ ამაზეც ცალკე ვიდეოც გაჩვენეთ, გესაუბრეთ კიდეც. ეს არის მათი glossy glaze, მაღალი ბზინვარების ტუჩსაცხები. ესენიც ამომეწონა. ესენიც არაჩვეულებრივი ხარისხის პროდუქტებია, Essence-ის არის. ამ გაზაფხულზე რაც გამოიტანეს, ტუჩსაცხები განსაკუთრებით, ტუჩის პროდუქტები, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ყველაფერი ძალიან კარგი ხარისხით აქვს გაკეთებული. ნუ ერთადერთი დატოვონ უნდა ეს პროდუქტები ასორტიმენტში. ეს ჯერჯერობით არიან. არ გაუტანიათ, ამოყიდულიც არ არის ყველგან, შეიძლება რომ შეიძინო. ეს თითქმის აღარსად აღარ არის უკვე. არ ვიცი, იქნება რაღაცა ფორმით სხვა კოლექციაში, ვარდისფერი შეფუთვა აღარ იყოს, თქვა არ ვიცი. Halloween-ის კოლექციიდან რაღაცით დააბრუნონ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კარგი ხარისხის პროდუქტებს ესე აქრობენ ხოლმე თაროდან, რა გითხრათ. ოკეი, შემდეგი არის ისანას ტუჩის ბალმი, soft and glossy. სწორი სახელია. soft და glossy. ფუმფულა და glossy არის ნამდვილად. 8.5 მლ-ია, евро და 79 ცენტი ღირს. ეს არის ნუშის ზეთით, ვიტამინით. ძალიან გემრიელი და სასიამოვნო თავი აქვს აპლიკატორი. ისეთი რბილია, ისეთი ფაფუკია, ისეთი კარგი გამოსაყენებელია. ერთადერთი ცოტა თხელია, ანუ სიცხეში ხა ჯიბეში რო გედოს, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მე თავს რომ მოხსნი, უცებ გადმოვა, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს. ძალიან სასიამოვნო სრიალებს ტუჩები მე ერთმანეთზე ამას რო გადაისმევდა სასიამოვნო შაინს აძლევს ტუჩებს ფასისთვის ნამდვილად ძალიან კარგი პროდუქტია არომატი ცოტა მძაფრი არის მაგრამ ნუ ვარდის არომატია რაღაც ესეთი შემაწუხებელი არაფერი ფერი ზედმეტი არ არის ვისაც უფრო აი თითქოს და ვარდისფერის ეფექტი რომ მოხდა ანუ მომაკოდინებელ ვარდისფერს რო ადარებ ერთმანეთს ნუ აი შედარებას კი არ შეიძლება ბევრად უფრო სასიამოვნო ვარდისფერ ფერს გიტოვებთ ტუჩზე. უფრო ზეთისკენ არის ტექსტურა გეტყვით, ვიდრე ბალმისკენ. ეგ მაინც გაითვალისწინეთ, თუ ოდნავ ესეთი თხელი ბალმები არ გიყვართ, მაშინ არ არის თქვენთვის, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. ძალიან ვისიამოვნე ისანასგან ესეთი კარგი ხარისხის ბალმს 2 ევროც კი არ ღირს. არ ველოდებოდი ნამდვილად. და ბოლო გვაქვს ისევ Essence უნდა გაემარჯვა ნამდვილად ამ კატეგორიაში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ამ გაზაფხულზე ყველაფერი რაც გამოიტანეს, ტუჩის პროდუქტი რაც იყო, ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი. ეს არის Super Peptide Glossy Lip Treatment. ეს ნამდვილად არის Rhodes პეპტიდების ბალმების დუპი და ინგრედიენტები რეალურად ერთზედა მე ბალმს ყიდულობთ. მეოთხე ფერიც აქვს ხოთა შორის, რომელიც მაინც ჩემი არ არის, ამიტომ ეს სამი ფერი მაქვს. 10 მლ-იანი შეფუთვით, ცოტასაც არიღებს ხოთა შორის 2.95, 3 ევროც კი არ ღირს. პეპტიდებით, შიის კარაქით, ვიტამინით, იტალიაში დამზადებული პროდუქტებია, წვრილი აპლიკატორი, თავი, საკმაოდ წვრილი აპლიკატორი აქვს, რომ თხელ ტუჩებზეც
კარგად და მარტივად გადაისვათ პროდუქტი, ძალიან თხელი არ არის. ძალიან ზეთოვანი არ არის, ოდნავ უფრო ვაზელინის ტექსტურა აქვს, ანუ კლასიკური ტუჩის ბალმის ტექსტურა აქვს უფრო, არანაირი შემაწუხებელი სუნი, არანაირი შემაწუხებელი გემო, პიგმენტიც გადაჭარბებული არაფერი, სარკე არ გჭირდებათ არც ერთი ფერის გადასასმელად. რო გითხრათ რომ რაღაცა განსაკუთრებულად გამოკვეთილი პიგმენტი აქვს თქო, არა. ტუჩის ბალმია და ჩემი აზრით ეგრეც უნდა იყოს, განსაკუთრებულ პიგმენტს თუ ეძებ, მაშინ ყიდულობ ტუჩსაც. ბალმი მაგისთვის არ არის. დღეს დაიწყეს რომ ერთი პროდუქტი ყველაფერი უნდა იყოს. ხო იცით აი ტონალურებს რო აწერიათ. Matte glow satin velvet რანაირად შეიძლება ტონალური მატიც იყოს და გლოუს ნუ გამაგიჟეთ ხო? ოღონდ რაღაცა უაზრო სიტყვები დაახატონ თუ დააწერონ შეფუთვაზე რომ აბა მარკეტინგი და აბა რეკლამა რომ აი კარგით რა. პროდუქტები გახადეს, აი ხო იცით მამაკაცის პროდუქტებზე რომ ვიცინით ხოლმე 7 ერთში და 10 ერთში. აი ეგრე გახადეს ეხა პროდუქტებიც. ამიტომ ისეთი რა, სუბუქი, ყოველდღიური მარტივად საყის გარეშე რო გადაისმებ, აი ეგეთი პიგმენტის პროდუქტებია, კარგად ატენიანებს, საკმაო ხანგრძლივობით ინარჩუნებს, რამოდენიმე საათი ხა ვერ გეტყვით რომ დილით ერთხელ გადაისვი ბალმი და საღამომდე არ გჭირდება, ეგრე არ არის. 4 სხვადასხვა ფერშია, როგორც გითხარით, მე ეს 3 ფერი მაქვს, იმიტომ რომ მეოთხე ფერი ცოტა ისეთია. ისეთი ღია ფერია, რომ მაინდა-მაინც ჩემი თემა არ არის, ამიტომ ამ 3 ფერში მაქვს ძალიან მომეწონენ. ესენი მართლა ძალიან მომეწონენ, შეფუთვაც ძალიან ელეგანტური და დახვეწილია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში უკვე არის, ან მალე შემოიტანენ, იმიტომ რომ ვიცი რომ როუდის პეპტიდების ბალმებზე დიდი მოთხოვნაა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ კონკურენციას გაუწევს მესამედ ფასად. ეს იყო მოკლედ ჩვენი გამარჯვებული პროდუქტი, Essence. ეხლა რაღაცა შევეცადე რომ თითქოს და თანმიმდევრობით დამელაგებინათ ესენი, მაგრამ როგორც დაინახეთ რაღაც პროდუქტები რეალურად შეიძლებოდა რომ ერთსა და იმავე ადგილზეც გადანაწილებული იყვნენ რეიტინგში. ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც ვეღარ პოულობ, არ ვიცი სად წავიღე, სად დავკარგე, ვიცი რომ მქონდა და ვიცი რომ ვიყენებდი უბრალოდ. არ ვიცი რა ვუყავი, იქნება და სადმე ვიპოვო. სანამ ამ ვიდეოს დავამონტაჟებ და ავჭირთავ და თუ ვიპოვი იმის ვიდეოსაც ჩაგიგდებთ აქ, მაგრამ ეს არის ვაზელინის ტუჩის ბალმი. ანუ ჩვეულებრივი პატარა ვაზელინები არა, ანუ როგორც ბალმი, რომელიც აქვთ ასევე სხვადასხვა არომატით. ეგეც მქონდა, ეგეც ვიყიდე, მაგასაც ვიყენებდი. ვიცი რომ ბევრს მოსწონს და ბევრი ყიდულობს, უბრალოდ რა გითხრათ, რაღაცა განსაკუთრებული და რაღაცა გამორჩეული და უბრალოდ არომატიზირებული ვაზელინია. რაღაცა განსაკუთრებული ელეგანტურობით არ გამოირჩევა და ის თემაც არ აქვს, რომ აი ვერ ვიტყვი რომ ეხლა რომელიმე იმ პროდუქტთან შედარებით, რომლებიც ბოლო 3-ელში ან ბოლო 5-ელში დავასახელე, უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს ტუჩის ეტენიანობას და სირბილეს. ანუ ვიცი რომ შედარებით ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე აქ რამოდენიმე ესეთი სერიოზულად ბიუჯეტური ბალმი, ამიტომ ვერ გეტყვით რომ ის ჯობია. ანუ რატომღაც მეტი უნდა გადაიხადო, იმიტომ რომ ბრენდის სახელი უფრო პოპულარული და ცნობადია. არაფრით გამორჩეული ბალმი არ არის, გულწრფელად გეტყვით. ანუ ის არ არის რომ ვაიმე ეგ მაქვს და ეხა აღარ გამოვიყენებ და გადავაგდებ და ვერ გამოვცვლი. არა, ეგეთი არაფერი. თუ ვიპოვე, სად მაქვს? გამოვცლი, მაგრამ ეს არ არის. ეს ხარისხი არ არის. აი ისანას ხარისხიც კი არ არის, ნუ ეს ველედას ხარისხიც არ არის, ბარწმის ხარისხიც არ არის. თუ მაინდა-მაინც ჩვეულებრივი ვაზელინი გქონდეს და იმას იყენებდე ძილის წინ, ეგ ჯობია. გულწრფელად რო გითხრათ. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის ეს იყო ყველა ბალმი, რომელიც ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში გავტესტე. უფრო ჰიგიენური შეფუთვის პროდუქტები, რომლებიც არის, გავაჩუქებ დიდი სიამოვნებით. თუ დაინახოთ, თუ წამომცდა რომელიმე ვიდეოში, რომ ტუჩის პროდუქტში ფული გადავიხადე. დარიკეთ პოლიციაში. პროდუქტების უმრავლესობას გახსნიდან 12 თვე აქვს და ამიტომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ უნდა ვახსენო, რომ ბალმი ვიყიდეთ. სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფავორიტი ტუჩის ბალმები რომლებია. რას გაუწევთ რეკომენდაციას, რა დაგიტესტავთ ამ ბალმებიდან. ახლა ვიტყოდი რამეს ხო არ მირჩევთ, ხო არ დავტესტოთ თქო, მაგრამ ამ წუთას ვთქვი, რომ არ უნდა ვიყიდო არაფერი თქო და ვერ ვიტყვი ახლა მაგას. მაგრამ სხვებს ურჩიეთ, კომუნიტის წევრებს ურჩიეთ, მე არა. მე პას. კარგით, მეგობრებო, თუ სხვა დღის ტესტების მაკიაჟის პროდუქტების ტესტების ვიდეოები გაინტერესებთ. პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმიც შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო.